მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმები ჩვენ სტუმრებს, ჩვენი ოჯახის წევრებს პირდაპირ ვამბობ, იმიტომ აღმასრულებელი კანონმდებელი თუ სინქრონში არ იმუშავებს, მაშინ საქმის წინსასვლა მაინც მოხერხებული ვერ იქნება. მოგძანეთ. კოლეგებო, წარმოდგენილი დღის რიგი თითოეულ თქვენ ორი საკითხისაგან შედგება დღევანდელი დღის რიგი. ორივე არის მთავრობის ინიციატივა, ერთი გახლავთ სოციალური პაკეტის შემადგენელი, მეორე არის ხელშეკრულება საერთაშორისო. პირველი საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს კანონის პროექტის პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მისი თანამდები საქართველოს კანონის პროექტის სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მოხსენებელი გვეყოლება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ალექსანდრე დარახველიძე. მეორე საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის სამხედრო ჯანდაცვის სერვისის სწავლებისა და თანამშრომლობის შესახებ ოქმის რატიფიცირების თაობაზე განხილვა. ეს ორივე პირველი მოსმენის რეჟიმში გადის, ამიტომ წარმომადგენელი რომელიც მოხსენებელი გახლავთ საქართველოს მთავრობის მინისტრის მოადგილე გრიგორ გიორგაძე. დღის წესრიგთან ვინმე შენიშნა, ძალიან რამე კითხვა ხო არა გაქვთ? მაშინ ებადამთ, კენჭისყრას დავაყენოთ დღის წესრიგი ვინ არის მომხრე? დიდი მადლობა ერთხმათ არის და გადავიდეთ პირველი საკითხის განხილვაზე. ეს არის ისეთი პაკეტი, რომელიც ეძღვნება ადამიანებს, მადლობა ინიციატორებს, ეძღვნება ისეთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებას და სახელმწიფოს წესრიგის დაცვას ემსახურებიან და მადლობა პრემიერს, მადლობა სამინისტროს ხელმძღვანელობას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პაკეტის მონაწილეობაში წარმოდგენაში მიიღო მონაწილეობა. ბატონო ალექსანდრე, გისმენთ? მოგესალმებით, ბატონო თავმჯდომარე, მოგესალმები კომიტეტის წევრებს, საზოგადოებას. წარმოადგენთ კანონ პროექტს, ეს არის პოლიციის შესახებ კანონში, ასევე თამდევი ცვლილება არის სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სამინისტროსთვის და საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს პოლიციელების სოციალურ მდგომარეობის გაუმჯობესება. ბოლო პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა როგორც სოციალური, ასევე სამართლებრივი დაცვის გარანტიების გაძლიერებისთვის. წინამოწვევის პარლამენტის ფარგლებში ჩვენ გახსოვთ, რომ მნიშვნელოვნად გადავხედეთ აკადემიური კომპენსაციების ოდენობას, რომელსაც ესე ვთქვათ, თადარიგში დათხოვნილი პოლიციელები იღებენ და ეს იყო ძალიან დიდი ცვლილება, მაშინ და კიდევ ერთხელ მადლობა პარლამენტის მხარდაჭერისთვის და სწორედ ამ ესე ვთქვათ ღონისძიებების გაგრძელება წლევანდელი ეს კანონ პროექტი, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, არსი რა არის და მიზანი ამ ესე ვთქვათ ცვლილების. მთავარი მიზანი ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც მსახურობენ პოლიციაში და მოგეხსენებათ, რომ ეს საქმიანობა ძალიან დიდ ასე ვთქვათ სტრესთან არის დაკავშირებული, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანებას იწვევს, სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს ღირსეული ასე ვთქვათ კომპენსაციის შესაძლებლობა იმ ადამიანებისთვის, ვინც სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაშავდა ან გარდაიცვალა. ესე იგი, ჩვენ რომ გადავხედეთ კანონმდებლობას 2005 წელს დაწესდა ეს კომპენსაციები, რომლებიც დღეს მოქმედებს პოლიციის შესახებ კანონში და მას შემდეგ აღარ გადახედილა და მოგეხსენებათ მაშინდელი ასე ვთქვათ მდგომარეობა და დღევანდელი ბევრად განსხვავდება. შესაბამისად იზრდება თანხის ოდენობა, ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა იმ პოლიციელებისთვის, ვინც სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაიცვლება. დღეს არის მოქმედი 15000 ლარი და იზრდება 30000 ლარამდე და ასე ვთქვათ საფლავის ხარჯებისთვის გათვალისწინებულია 500 ლარიანი კომპენსაცია და ეს იზრდება 2000 ლარამდე. ოღონდ აქ დავაკონკრეტებ, რომ ძალაში რჩება ის ნორმა, რომელიც გულისხმობს მაგალითად სამსახურებრივ მოვალეობას თუ ახდა მაგალითად კრიმინალთან ბრძოლა, შეტაკება და ასე
ასე შემდეგ და ასე დროს გარდაიცვლება ჩვენი თანამშრომელის 100,000 ლარიანი კომპენსაცია მოქმედია და ძალაში რჩება. აქ არის საუბარი უბრალოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების შემთხვევაზე და როგორც აღვნიშნეთ 15,000 ლარიანი კომპენსაცია იზრდება 30,000 ლარამდე. გარდა ამისა, ასე თქვათ, ერთგვარი ცოტა რთული სიტუაცია არის კანონმდებლობაში და პრაქტიკაში სერიოზულ პრობლემას წარმოშობს. ანუ პირობითად თუ ადამიანი კრიმინალთან შეტაკების დროს გარდაიცვლება, გათვალისწინებულია 100,000 ლარიანი კომპენსაცია მისი ოჯახისთვის, მაგრამ თუ გადარჩა ადამიანი და დაშავდა იმგვარად, რომ ვეღარ ასრულებს თავის სამსახურებრივ მოვალეობას, ერთადერთი რაც კანონში გვწერია, რომ მაქსიმუმ 4 თვიანი, ასე თქვათ, ბიულეტენი ეგრეთ წოდებული, რაც არის სამავტოყო ფურცელი შეიძლება გაიცეს და ამის შემდეგ იდეაში ვალდებულია სამსახუროდ დაითხოვოს სისტემიდან ეს ადამიანი. ხო, მოგეხსენებათ, რომ ეს ძალიან არასამართლიანი მიდგომა არის ამ ადამიანებთან მიმართებაში, ადამიანები, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობა შეწირეს სახელმწიფო სამსახურს. შესაბამისად, ჩვენ გთავაზობთ, რომ არსებობდეს ახალი მექანიზმი, როგორიც არის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულება და ანალოგიურ მექანიზმს კარგად იყენებს თავდაცვის სამინისტრო და ჩვენ მათი გამოცდილებას გავიზიარეთ. ერთი წლამდე ვადით შეიძლება მიეცეს დაშავებულ მოსამსახურებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულება და ამ შემთხვევაში კურნალობის, რეაბილიტაციის, ტრანსპორტირების, მოვლის ხარჯებს სახელმწიფო თავის თავზე აიღებს. ხოლო ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ შესაძლებელია გადაგრძელდეს კიდევ ეს ვადა იმ საჭიროების მიხედვით, რაც იქნება, თუმცა აქაც კომისიური წესით მოხდება საკითხის შეფასება. ასევე ვზრდით ჩვენ ერთჯერადი კომპენსაციების ოდენობას ჯანმრთელობის დაზიანებისთვის. დღეს არის მაგალითად მძიმე დაზიანების შემთხვევაში 7,000 ლარიანი კომპენსაცია, ესეც 2005 წელს დაწესდა და ვზრდით 20,000 ლარამდე. ნაკლებად მძიმე დაზიანების შემთხვევაში დღეს არის 4,000 ლარიანი კომპენსაცია და იზრდება 15,000 ლარამდე. და მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში არის 2,000 ლარიანი კომპენსაცია და იზრდება 10,000 ლარამდე. ასევე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების დადგენილი წესით სოციალური გარანტიები შეიძლება გავრცელდეს სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირის ოჯახის წევრზე, ან შრომის უნარობის, ან გათავისუფლებულ და დათხოვნილ პირებზე ეს შეღავათიც იქნება გათვალისწინებული. ასევე ჩვენს მიერ შემოთავაზებულია ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, თუმცა ეს თუ კი დაკავშირებულია არასამსახურეობრივად ჯანმრთელობის დაზიანებასთან, შეიძლება ისეთი დაავადება ქონდეს ადამიანს, რომ ესაჭიროებოდეს შვებულება, 4 თვიანი ანაზღაურებადი შვებულების კომპონენტი შემოგვაქვს. ანალოგიური, ესე ვთქვათ, შეღავათები გავრცელდება მეხანძრე მაშველებზეც და სწორედ ამიტომ სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონშიც იგივე ცვლილებები არის შემოთავაზებული. ვფიქრობთ, რომ ეს თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად წაახალისებს ჩვენი პოლიციელების ასე ვთქვათ მდგომარეობას, მათი მხრიდან მათ ასე ვთქვათ დამატებითი განაცხადი იქნება სახელმწიფოს მხრიდან, რომ კიდევ ერთხელ გადაიხედა მათი გარანტიები და მუდმივ რეჟიმში გადაიხედება ეს გარანტიები, რაც მათ სოციალურ დაცვას ესაჭიროება. დიდი მადლობა და კითხვების შემთხვევაში მზად ვართ. დიდი მადლობა კომიტეტის ერევმა მოისმინეთ მინისტრის მოადგილის ვინმე შეკითხვა ხო არა გაქვთ აზრის გამოთმახვა ბატონ ანტონ. დიდი მადლობა ბატონო თავმჯდომარებ, მოგესალმებით. მადლობა ბატონო სანდრო ამ ცვლილებების შემოტანისთვის. მართლაც მნიშვნელოვანი არის და აუცილებელიც, რადგან ჩვენი პოლიციელი არის გმირი, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში სიამაყით და სამშობლოს სიყვარულით ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას და ჩვენს თანამოქალაქეებს. რაც შეეხება იმ პუნქტს, რომელიც გარდაცვალების შემთხვევაში იყო მოცემული, 15,000 ლარი რაც იყო, ეს მართლაც ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას და აუცილებელია და მნიშვნელოვანი არის მისი გაორმაგება კი არა, ალბათ ვფიქრობ, თუ ბიუჯეტი მოგცემს საშუალებას მისი ამ თანხის კიდევ უფრო მეტად გაზრდა. ასევე საუბარი იყო გარდაცვალების შემთხვევაში საფლავის მოწყობა და ესეც ლიმიტირებული 2,000 ლარი, არ ვიცი, ალბათ აქაც მნიშვნელოვანი იქნება, რომ თანხის გაზრდა ან საქმის ბოლომდე მიყვანა. მისი კეთილმოწყობა და მისი საბოლოო სამუშაოების დასრულებამდე მიყვანა. რა თქმა უნდა, ღმერთმა ყველა დაიფაროს და არავის არ კონდეს ამის საჭიროება. აქვე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შემთხვევაში. აქაც ლიმიტირებულია ეს თანხები, მაგრამ აქაც მინდა ხაზი გაუსვა, რომ პოლიციელი თავისი ჯანმრთელობით
თავისი სიცოცხლის ფასად იცავს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და აქაც ვფიქრობ, რომ ალბათ უფლიანი იქნება ჩასმული იყოს გამოჯამრთელებამდე და არა რაღაც გარკვეული თანხებით ლიმიტირება. თუ არ ყოფნის ეს თანხა, მაშინ ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ? ანუ სახელმწიფო ხო ღებულობს ამის პასუხისგებლობა, შესაბამისად უნდა მოხდეს ამ თანხის დამატება და მე მგონი უკეთესი იქნება, რომ მის სრულფასოვან, სრულად გამოჯამრთელებამდე იყოს სახელმწიფოს პასუხისგებლობა. და აქვე 4 თვიანი ვადით ანაზღაურების შვებულება. აქაც ვფიქრობ, რომ თუ საჭიროება არის, ესეც ანაზღაურებადი შვებულება უნდა იყოს მის სრულ გამოჯამრთელებამდე. და აქვე მინდა კითხვით მოგმართოთ ბატონო სანდრო, აი ეს თანხები აღებული არის საფუძველი რა იყო, ანუ შესწავლილი იქნა ჩვენი ზომის, ჩვენი ეკონომიკის შესაბამისი ქვეყნების მაგალითები, თუ იგივე საფრთხეები, რა საფრთხეებიც ახლავს ჩვენს ქვეყანას და რა სამუშაოს გაწევა უწევს ჩვენ პოლიციელებს და მათი ყოველდღიური სამუშაო საათები როგორია და რა საფრთხეებს ებრძვიან, რა თქმა უნდა ამის გათვალისწინების ფარგლებში უნდა მომხდარიყო და ამიტომ მინდა გკითხოთ, თუ რა იყო ამის საფუძველი. მადლობა. მადლობა ბატონო. კიდე ხო არ არის შეკითხვები? ბატონ ზალ. მოგესალმებით, ბატონო ალექსანდრე, მადლობა მთავრობას ამ ინიციატივისთვის, იმიტომ რომ მართლაც ჩვენი პოლიციელები, მეხანძრეები იმსახურებენ იმ პაკეტს, რაც უზრუნველყოფს სწორედ მათ ასეთ თავდადებას ამ ქვეყნის ჩვენი უსაფრთხოების და ზოგადად ამ ქვეყნის მომავლისთვის და ასევე სტიმული უნდა გახდეს ამ დარგში ახალგაზრდა ადამიანების შემოდინების და ის რომ მხარდაჭერილია თუნდაც მათი საცხოვრისით უზრუნველყოფა პლუს ეს პაკეტი უბრალოდ ეს არ მოიცავს, მაგრამ მაინც მივცემ თავისუფლებას რომ დაგისვათ კითხვას ამ პოლიციელების დაზღვევის შესახებ, იმიტომ რომ იმ პერიოდში, როდესაც მე აჭარაში თქვა ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ვიკავებდი, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც პოლიციელები და მათი ოჯახის წევრები მოგმართავდნენ, ასე თქვა, დამატებითი მხარდაჭერისთვის, იმიტომ რომ არ ვიცი, შეიძლება ის ადაზღვევები, რომლებიც მართავენ ამ პროცესს, მათთან არის შეიძლება ხარვეზი, თუ უბრალოდ შეიძლება ამ პაკეტის, მათი დაზღვევის, სამედიცინო დაზღვევის პაკეტის გაფართოება, რომ არ უწევდეთ მათი თუ ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე დამატებითი, ასე ვთქვათ, ხარჯების მობილიზება. მადლობა. მადლობა ბატონო ზალ. კიდე ხო არა გაქვთ შეკითხვები? გამოდაკითხე ისმენთ სერბასო. მოგესალმებით. ბატონო სანდრო, მაინტერესებს თუ გაქვთ სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, ბოლო 2 წლის განმავლობაში სისტემა რამდენმა პოლიციელმა დატოვა. და ამასთან მაინტერესებს იმ შემთხვევაში, თუ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაუშვათ. მოხდა პოლიციელის მხრიდან თავისი უფლებამოსილების გადამეტება, ძალის გამოყენება არაპროპორციული, იმიტომ რომ თქვენ იქ პროექტში გაქვთ წარმოდგენილი, რომ 115 პოლიციელი იყო დაზიანებული, დაზარალებული, ასე ვთქვათ, ჯანმრთელობის თვალსაზრისით ამ ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების შემთხვევაში ესეთი სიტუაციის მოდელირება გავაკეთოთ, თუ ასეთი შემთხვევაში პირობითად საპასუხოდ მოხდა მისი სხეულის დაზიანება, მნიშვნელობა არ აქვს, მსუბუქი და ასე შემდეგ, თუ იქნება ეს სოციალური გარანტიები გათვალისწინებული ასეთ პოლიციელზე, რაც რა თქმა უნდა არ გულისხმობ ჯანმრთელობის თვალსაზრისით მომსახურების მიღებას. მადლობა.
დიდი მადლობა, ბატონო თავმჯდომარე. ვიყვები კითხვებს, რაც შეეხება თანხების სრული სურათი რო ავხსნათ და წარმოდგენა შევიქმნათ, ანუ ამ შემთხვევაში ერთჯერადი გასაცემლების თანხის გაზრდა ხდება, თუმცა რა თქმა უნდა ის პაკეტები, რაც პოლიციელებისთვის არის გათვალისწინებული, ეს არის ჯანმრთელობის დაზღვევის უზრუნველყოფა, გარდა ამისა არსებობს შესაბამისი მექანიზმები იმისა, რომ თუ კითხვათ არსებული თანხები არ არის საკმარისი შემთხვევაში არსებობს სპეციალური ფონდი, საიდანაც ხდება ამ თანხების გაცემა. ეს არის ერთჯერადი კომპენსაციის ოდენობების, ასე ვთქვათ, ზრდას ეხება. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ მეტი იყოს და ჩვენც მივესალმებით, თუმცა რაღაც სტანდარტი უნდა ავიღოთ და ამ შემთხვევაში თავდაცვის კოდექსიდან მიხელმძღვანელეთ ჩვენ, რაც ჯარისკაცებისთვის არის განსაზღვრული და ახლობით თანაფარდობაში არის ეს თანხები და შესაბამისად აქ ვთქვათ, სწორება ამაზე იყო აღებული. გარდა ამისა, შეებულებების გაზრდა. ხო, ანუ როდესაც ვსაუბრობთ, ანუ ვთქვათ, წარმოვიდგინოთ შემთხვევა, როდესაც კრიმინალთან შეტაკების დროს დაზიანდა პოლიციელი, მისი ჯანმრთელობა დაზიანდა, ამ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება ის თანხები, რაც არის ერთჯერადი კომპენსაციის სახით, კურნალობას თავისთავად სრულად სახელმწიფო იღებს თავის თავზე, ნაწილი იქნება ეს დაზღვევის კომპონენტიდან იქნება დაფარული, თუ დაზღვევის კომპონენტი არ იქნება საკმარისი, ბუნებრივია სამისტროა იღებს და ამის შემდგომ უკვე რეაბილიტაციისთვის და მისი ჯანმრთელობის ასე ვთქვათ, დომარების გაუმჯობესებისთვის სწორედ შემოგვაქვს ერთწლიანი სამედიცინო შეებულების კომპონენტი, ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ამ ადამიანს შეუნარჩუნოთ ის ანაზღაურება, რაც აქვს გათვალისწინებული, პლუს ამას დამატებითი სახსრები, რაც საჭიროა რეაბილიტაციისთვის მოვლისთვის, ამას სახელმწიფო აიღებს თავის თავზე. ერთი წლის გასვლის შემდეგ რა ხდება? ერთი წლის გასვლის შემდეგ თუ დგას კიდევ საჭიროება, კომისია გაივლის კიდევ დამატებით ამ საჭიროებებს და გადააგრძელებს ამ ვადას. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც დაზიანდა სამსახურებული მოვალეობის შესრულების დროს. თუ კი სამსახურებული მოვალეობის შესრულების დროს არა, მაგრამ ისე დაზიანდა ადამიანი, ხო, რა ვიცი, სხვადასხვა დაავადებები შეიძლება ჰქონდეს ადამიანს და ჭირდება მაგათად ხანგრძლივი კურნალობა და ასე შემდეგ. აქაც შემოგვაქვს 4 თვემდე ვადით ასე ვთქვათ, კურნალობის პერიოდისგან გამომდინარე შეებულების ვადა. აქაც რა თქმა უნდა ანაზღაურებადია და ის ბენეფიტები უნარჩუნდება. ასე რომ მე მგონი ძალიან დაბალანსებულია ეს ნაწილი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ანუ ჩვენც გავიარეთ ფინანსის სამინისტროსთან და თან სტანდარტიც ავიღეთ, რაც თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაში იყო, რომ რაღაცა დიდი სხვაობები არ იყოს ამ შემთხვევაში. შემდეგი საკითხი, მეგონი ბატონო ანტონ თქვენი საკითხები ამოწურეთ თუ რამე დამჭა. ხო, ეს არის 4 თვიან შეებულებაზე იყო და თანხები ავიღეთ თავდაცვის სამინისტროსთან გამომდინარე. რაც შეეხება დაზღვევის კომპონენტს, ბატონო ზაალ, თქვენ ბრძანეთ, ჩვენ პირდაპირ გვიწერია კანონში, რომ სავალდებულო არის პოლიციელის დაზღვევა და სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას და ასე ვთქვათ, რომ დააზღვიოს და არა მარტო პოლიციელი, არამედ მისი ოჯახის წევრიც, მეუღლე და არასრულწლოვანი შვილებს ამ შემთხვევაში სახელმწიფო თავის თავზე იღებს დაზღვევის კომპონენტს და საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება მიმართულებით. თუმცა მოგეხსენებათ, ახლა დაზღვევის ლიმიტების შეუზღუდავი არ არის გათვალისწინებული გარკვეული თანხები, რომელშიც გვიწევს, რომ ასე ვთქვათ, მოვექცეთ, თუმცა ამის შემდგომ თუ კი ვთქვათ საჭიროება დგას, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ სამინისტროს გვაქვს შესაბამისი ფონდი და კომისიური წესით ხდება შესწავლა, განხილვა იმისა, რომ ვთქვათ, არამიზნობრივადაც არ დაიხარჯოს ეს თანხები და კონკრეტულად მოხმარდეს ჩვენი პოლიციელების ჯანმრთელობის დაცვას. პაკეტსაც შეეხება, მოგეხსენებათ, იმ გამოწვევებიდან გამომდინარე ვადგეთ, რაც არსებობს ასევე თანხა განფასება ხდება და ჩვეულებრივ სტანდარტული პროცედურა აქაც თუმცა რა თქმა უნდა სჭირდება ხოლმე დამატება თანხის და ეს ჩვეულებრივი გარდაუვალი მოვლენა არის. გავაბატონე ქეთევანის კითხვა იყო სტატისტიკა რამდენმა პოლიციელმა დატოვა ჩვენ როგორც მახსოვს გვაქვს გამოქვეყნებული თუ არა ხაზე პირადად არ მახსოვს მაგრამ ადრე იყო ძალიან სპეკულაციის საგანი ეს თქვათ სისტემიდან წასული პოლიციელების რაოდენობა ცოცხალი ორგანიზმია 43,000-მდე ადამიანი მუშაობს ამ სამინისტროში ხარ თქმა უნდა ნაწილი ასაკის გამოტოვებს, ნაწილი თქო სხვა სამსახურში გადადის, ნაწილს შეიძლება რაღაცა დისციპლინური პასუხისმგებლობა შეეხოს. შესაბამისად აქ ცვლილებები ყოველთვის არის, ხდება ახალი თანამშრომლების მიღება, ასე რომ ზუსტად ციფრი რამდენად არ მახსოვს, თუ თქვენ მოიწერებით სადეპუტატო კითხვის ფარგლებში, კი პასუხებთ ამ საკითხზე. თუმცა არა ვიცი, რასაც ვხედავთ, სტანდარტულად თითქმის ყოველ წელს მსგავსი რაოდენობა არის, ხა დიდი ცნობიერებები არ ყოფილა.
ასევე თუ სწორად გავიგე კითხვა, ვუნაზღაურებ თუ არა იმ პოლიციელებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ვინც გადაამეტა უფლებამოსილებასო, ეს იყო კითხვა თუ სწორად გავიგე, ხო? ხო, ერთი უფლებამოსილებას გადაამეტა თუ არა, ამას რა თქმა უნდა გამოძიება ჭირდება, შესაბამისი მტკიცებულები ჭირდება და სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენ ყისიერად რეაგირებთ ყველა დაშავებულ პოლიციელზე და სამინისტრო სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ყველა დაშავებულმა პოლიციელმა მიიღოს ის სამედიცინო მხარდაჭერა, რაც ესაჭიროება, იქნება შესაძლებელი ჩვენი ქვეყნის ფარგლებში თუ მის ფარგლებს გარეთ ამ შემთხვევაში სულად ვეხმარებით და რადგან წინა წლის მოვლენები გაიხსენეთ, ჩვენ ძალიან სერიოზულად დაშავებული პოლიციელები გვყავდა, მათ შორის ერთმა მათგანმა მხედველობა დაკარგა, ერთმა მათგანმა სმენა დაკარგა, სერიოზული ჭრილობები ჰქონდათ პოლიციელებს და არაერთ გზის წარმოგვიდგენია ჩვენ ეს ესე ვთქვათ ფაქტები და სურათები, რაც მოხდა და ის მოვლენები არ იყო ეს რაღაცა უბრალოდ ძალიან ესე ვთქვათ შვიდობიან შეკრებას გაცდაო ვერ იტყვი ამას, ეს იყო ჩვეულებრივი განათლების ცდელობა, რომელსაც სამწუხაროდ ის ადამიანები ახორციელებდნენ, ვინც დღეს გვევლინება, რომ ამბობენ, რომ ვთქვათ ის არაფერ დაუშავებიათ და 175 პოლიციელი დაშავდა წინა წლის ამ პერიოდში და ამ პოლიციელებს არ ჰქონდათ ესე ვთქვათ მსუბუქი დაზიანებები და რა ვიცი ფაქტიურად ფეირვერკების წვიმა ცვიოდა ჩვენი პოლიციელების თავზე და მაშინ სახელმწიფომ გასცა პასუხი ყველა იმ ასე ვთქვათ შემოტევას რაც იყო და რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად და იმ ფარგლებში რაც პოლიციას აქვს კანონით მინიჭებული და ადამიანებს ვინც სამსახურების მოვალეობის შესრულების დროს დაშავდება სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის რომ მათ თავი დაცულად იგზნონ და მიიღონ ყველა ის მხარდაჭერა რაც სჭირდება სახელმწიფოსგან და სწორედ ამის ამ ასე ვთქვათ ზრუნვის გამოხატულება ეს კანონპროექტიც რომელიც წარმოადგენთ. მადლობა. გამოდაკეთება თქვენ კიდევ დამატება კითხვის. მე ანუ ჯანმრთელობის ანაზღაურების თემა ცალსახად გამოვყავი. ეს არ მიგულისხმია ბუნებრივია და ვალდებულია სახელმწიფო. მე ვიგულისხმე თუ დადგა ასეთი შემთხვევაში და თქვენ ვერ გამორიცხავთ. მოდელირება ვახსენე მე სიტყვის და ეს 115 თუ 175 ბოდი შეიძლება სტატისტიკური მონაცემები ცოტა შემიშალა, ანუ საფუძველი იყო თქვენი და აბსოლუტურად გეთანხმებით. თუ ასეთი ფაქტი მოხდა, ამ შემთხვევაში ვიგულისხმე არის ეს თქვენი კანონპროექტის ფარგლებში დაინიცირებული ესრულებები ან ვრცელდება ასეთ შემთხვევაში? სანამდე მოქალაქეს აქვს პოლიციელის სტატუსი და ის არის ითვლება პოლიციელად, სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს მასზე. მას შემდეგ რაც ის აღარ იქნება პოლიციელი და თუ კი თქვათ გამოძიებით დადგინდა რომ მას რამ გადასწომა აქვს ჩადენილი და ამ შემთხვევაში მოხდება მისი დათხოვნა სისტემიდან ბუნებრივია სახელმწიფო მასე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას. ანუ სანამდე აქვს აქტიური პოლიციელის სტატუსი და მის შემდეგ რაც გათვალისწინებული აქაც გვაქვს შემთხვევები მაგალითად დათხოვნილი მაგალითად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დავითხოვეთ სისტემიდან ხო აქ ჩანაწერი არის კანონში რომ შეიძლება სახელმწიფომ აიღოს ეს ვალდებულებაც ხო ანუ ეს მექანიზმებიც არის განსაზღვრავად აქაც მინისტრის ბრძანებით იქნება გაწერილი ყველა კრიტერიუმი და პროცედურა და კომისიური წესით იქნება შეფასებული ეს საკითხები. დიდი მადლობა, მე მგონი ამომსურავი იყო პასუხები, დიდი მადლობა შეკითხვებისათვის, კომიტეტის წევრებს მადლობა ასეთი აქტიურობისათვის. ერთი რამე მინდა კომენტარი გავაკეთო მე ჯანმრთელობის სფეროს არ ეხება და მე ვცდილობ ხო ამ კომიტეტის ნომერზე არ გამოვიყენო ეს ჩემი საშუალება, უფლება, მაგრამ ეხლა როგორც დეპუტატი და არა როგორც ხმის სამყარო, გეტყვით იმ გამოცდილებაზე, რასაც მე უყურებ და ჩემი დიდი ხნის ცხოვრების მანძილზე უყურებდი და უყურებ მსოფლიოს წარმატებული ქვეყნების პოლიციას. მაგალითი მხავს ასეთი ამოყვანილი ამერიკის შეერთებული შტატები პოლიციის ბრძანებას კონსტიტუციურ მოთხოვნას პრეზიდენტიც არ დაექვემდებაროს იმ მომენტში პოლიციას აქვს უფლება გამოიყენოს თავისი ძალა წესრიგისკენ მოწოდების შესასრულებლად. ამას უყურებთ ყველგან კეთი. გიცით, ჩემი ხასიათი დამოკიდებულება, ამას უყურებდი, როდესაც მე სხვა სისტემის კაცი ვიყავი, მაშინ გავიზარდეთ ჩვენ ესე რა ვქნა იმ დროს დავიბადეთ და ეხლა დამოუკიდებელ საქართველოს სერვისს უყურებ ამას ყოველდღიურად. მე უბრალოდ ხოვნა მაქვს. ჩემს დიდებულ მოსახლესთან, სრულიად საქართველოს ყველა ბინადრს მივმართავ. ჩვენ კონფლიქტში არ უნდა შევიდეთ
პოლიციელთა პოლიციელი არ არის ის არის იმ მომენტში კონსტიტუციის აღმსრულებელი რომელიც თქვენივე უფლებებს იცავს და წესრიგი თუ დაგვერყვა ქვეყანაში როგორც ორგანიზმში დარღვეული წესრიგი დაავადების ხელისშემწყობი იქნება ავირიდოთ თავიდან ესეთი გართულებები ყველას გვაქვს პატივი ვიყოთ კარგი მშობლები შვილები თვითონ იყოთ კარგი მშობლები იყოთ კარგი მაგალითის მისცემნი და შევეცადოთ ეს მშვენიერი ქვეყანა დიდებული წარსულის ამ გზაზე ვატაროთ ურთიერთ პატივისცემისა და ურთიერთ დახმარების ეს ჩვენს ქვეყანას ჩვენს მომავალს და ჩვენს მომავალ თაობის ჭირდება დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ასეთი ფორმით განხილვისათვის ეხლა რახან ვიცი რომ ძალიან ეჩქარება საკითხის წარმოჩენას სხვა კომიტეტები ველოდებიან პირდაპირ თქვენის ნებართვას ავიღებ რომ დღის სესიაში დავაყენოთ და ამიტომ ვინ არის მომხრე პირველი საკითხი განხილული იქნეს და მხარდაჭერილი აი ამისათვის მე მადლობა კომიტეტის ყველა წევრს 100%-იან მხარდაჭერა იყო სული და თქვენ მადლობა ინიციირებისათვის და მთავრობას დიდი მადლობა კი ბატონო გავაცილე ბატონო არისადეს მადლობა მოგითხრა ყველას და წარმატებები მუშაობაში ეხლა გადავდივართ მეორე საკითხზე რომელიც შეეხება საერთაშორისო ხელშეკრულების საგანია საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის სამხედრო ჯანდაცვის სფეროში სწავლებისა და თანამშრომლობის შესახებ ოკმის რატიფიცირების თაობაზე საკითხის წარმომჩენი გახლავთ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე. გისმენთ ბატონო გიორგი. მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ინფორმაცია საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ჯანდაცვის სფეროში სწავლებისა და თანამშრომლობის შესახებ ოკმის თაობაზე. აღნიშნულ ოკმს ხელი მოეწერა მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს ქალაქ ანკარაში და ამ ოკმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები არის საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო. რაც შეეხება თანამშრომლობას, ეს შეეხება სამხედრო ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. ეს ოკმი ასევე არეგულირებს მხარეთა შორის თანამშრომლობას ორი მიმართულებით, რაც მოიცავს ერთის მხრივ სასწავლო პროგრამებში მონაწილეობას და მეორეს მხრივ მხარეთა სამხედრო, ასევე სამოქალაქო პერსონალისა და მათი ოჯახის წევრებისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევას. ყოველწლიურად თავდაცვის უწყებები საქართველოსა და თურქეთის მხრიდან შეადგენენ დეტალურ გეგმას მიმდინარე წელს რა საჭიროებები არის, რამდენი ადამიანის სამედიცინო მომსახურება უნდა განხორციელდეს, აგრეთვე რა სწავლებები უნდა დაიგეგმოს, როგორც საქართველოში, ასევე თურქეთში გაცვლითი და შესაბამისი ფინანსური საკითხების დარეგულირდება აი ამ დეტალური გეგმების შემუშავების დროს. თუ კითხვები არსებობს, მზად ვარ უპასუხო. დიდი მადლობა. ესეც საინტერესო სვა არის ისევ ჩვენი ქვეყნების საქართველოს იმკვიდრებს თავის თავს და უკვე მაგალითია რომ არის თვითონ გამოწვევების წინაშე მდგომი ქვეყანა რომელიც მაგალითს იძლევა დანარჩენ მსოფლიოს ქვეყნებისათვის ნაციონალური სახელმწიფოს გაძლიერების კუთხით და ვიცავთ ამ პოზიციებს და მადლობა ყველა იმ ადამიანს რომელიც საქართველოს აღიქვამს ასე სრულფასოვან პარტნიორად ერთ-ერთი გახат თურქეთის რესპუბლიკა მადლობა მათ და ჩვენ ხანგრძლივი ურთიერთობა გვაქვს ამ ქვეყანასთან ურთიერთგამდიდრების ურთიერთგამოცდილების გაზიარებისა და ერთ-ერთი ეს კომპონენტია რომელსაც დღეს წარმოაჩინა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მინისტრის მოადგილემ ბატონმა გრიგოლმა. დიდი მადლობა. კითხვები ხო არ არის? ესე იგი აქ არის მხარდასაჭერი საკითხი, ამიტომ ვაღენებ დღესასწაულს კენჭის ხაზზე საკითხს, ვინ არის მომხრე, რომ მხარდაჭერილი იქნეს კომიტეტის მხრიდან ეს საკითხი. მადლობთ. აქაც ერთხმათ არის დაჭერილი. დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებებს და ის ვალდებულებები, რომლებიც ჩვენ ქვეყნებს ერთმანეთის მიმართვად აღებული გამოცდილება სამხედრო სფეროში, ჯანმრთელობის სფეროში, სამხედრო ჯანმრთელობის სფეროში და ეს ურთიერთ გადაზღვევისა და ურთიერთ გაძლიერების ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია. მადლობთ გისურვებთ წარმატებებს. კომიტეტის წევრებს დიდი მადლობა. სხდომა დამთავრებულია.